ჩემთან წარმოგიდგენთ ალბათ დავით მაღაზე, მებაღეობის ინსტიტუტის თანამშრომელია, აგრარული უნივერსიტეტი ამჯერად და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ვაზის ზოგიერთი ქართული ჯიშის სინონიმები, ომონიმები და გენეტიკური კავშირი. პირველად მე გვინდა თქვა რომ ველოდის სხვაგვარ დასაწყის მე და ბატონ ახალს მადლობა გადავახადო იმ დიდი ასე ვთქვათ ინტერესისადმი და ენთუზიაზმისადმი, რასაც გვინის კლუბი ავლენს ქართული ჯიშების, ქართული მეღვინეობის საკითხების პოპულარიზაციისათვის და თვითონ თქვენთაგან სიდიდი ინტერესისათვის, რასაც მე მომსწრევა ჩემი რამდენიმე ასე ვთქვათ ლექციის შედეგად თქვენს კლუბში. ეს არის ჩემთვის მესამე ლექცია და ძალიან დიდ მოყოლებას გამოვხვა, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება თქვენს წინაშე წავდგე იმ პატარა შრომებით, რაც ჩვენ შევძელით ამ ბოლო წლებში გაგვეკეთებინა. აქ მე წარმოდგენილი მექნება სამუშაოები, რომელიც დაახლოებით 10 წლიანი ინტერვალით არის შესრულებული, მაგრამ მე ვთვლი, რომ წინა ჩემი ორი გამოსვლა აგებული იყო უფრო ჯიშების დაცვის კუთხით ერთი, მეორე ველური ვაზის შესწავლის კუთხით საქართველოში, ჩვენ უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვილაპარაკებთ, რასაც ქვია დამოკიდებულება ჯიშებს შორის და ასე ვთქვათ რამდენიმე ჯიშის მაგალითზე გადვიხილავთ იმ სინონიმებსა და ომონიმურ კავშირებს, რაც ჩვენ ქართულ ჯიშებს შორის იქნა ჩვენი კვლევების შედეგად დაფიქსირებული. პირველ ყოვლისა, მე რამდენიმე ჩემს პრეზენტაციაში ხოლმე მაქვს რამდენიმე სლაიდი, რომელსაც ვცდილობ რომ ყოველთვის გავიმეორო. ერთი გახლავთ ეს სლაიდი, რომელიც ეხება ვაზის ქართული გენოფონდს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გენოფონდს, ვაზის გენეტიკურ რესურსებზე, როგორც გნებავთ, ჩვენ პირველ ყოვლისა ხელოვნებაში გვაქვს ის ქართული ჯიშები, ქართული გენეტიკური მრავალფეროვნება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არის შექმნილი ქართველი მეუღლის მიერ. ეს არის ჩვენ ასე ვთვლით ქართული აგრონომიული მემკვიდრეობა, ამ შემთხვევაში ქართული მევენახეობის მემკვიდრეობა, რომელიც საკმაოდ დიდარია და საამაყო იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისათვის, არა მარტო ესეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველო. ჩვენი მთელი ღონისძიებები ეხება ამ ჯიშების აღწერას, იმისათვის, რომ ისინი დავიცვათ მომავალში და შეუნარჩუნოთ მომავალ თაობას. ეს არის მე ვთვლი, რომ ჩვენი პირველი ამოცანა ამ ჩვენი თაობის. იმიტომ რომ იცვლება რეალობები, იცვლება კლიმატური ცვლილებები აკარზე მომდგარი, სხვადასხვა საბაზროთო ეკონომიკური ცვლილებები და ჩვენ ვთვლით, რომ ქართული მეღვინეობა, რომელიც დაფუძნებულია დღესდღეობით ქართულ ვაზის გენოფონდზე და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ღვინოების 95% ქართულ ვაზის ჯიშებზეც მოდის, ეს გენოფონდი იმსახურებს იმას, რომ მომავალშიც იქნეს შენარჩუნებული. და როგორ თუ არა მათ ისტორია აღწერა დაცვის შესახებ, დაცვის შედეგად მისი მიღწევა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენი ხმაცმით. დავუბრუნდეთ ისევ თემას, ქართული ჯიშების რაოდენობა ყოველთვის სადისკუსია ხოლმე, მაგრამ ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ცნობილ ავტორიტეტებს, როგორიც არის კეცხოველი, ტაბიძე და რამიშვილი, ამ სამი დიდი ადამიანის ნაშრომს, რომელთაც დაგვიტოვეს სია 525 ჯიშის ოდენობით. პლუს შემდეგ წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად, ახალი ჯიშების გამოყვანის კლონური სელექციის შედეგად, ეს გენოფონდი, რა თქმა უნდა, გაზრდილია და 600 დასახელებას მაინც შეადგენს და წარმოშობილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. სანამ ჩვენ დავიწყებდეთ საუბარს თვითონ ჯიშების წარმოშობისა და მათი ურთიერთკავშირების შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, თუ რა გზებით არის მიღებული ჩვენი ჯიშები. სულ ჯიშების წარმოშობის გზები სოფლის მეურნეობაში ეს არის ორი გზა, ჰიბრიდიზაცია, სქესობრივი გამრავლების ფორმა, როცა ერთი გენოტიპი მეორეს ეჯვარება და კვირტული მუტაციები, ანუ ეგრეთ წოდებული სპორები, როგორც ამას მეხილეობაში უფრო უწოდებენ, როდესაც ვეგეტატიურად მრავალ კულტურებში ხდება გენეტიკური ცვლილებები სარტყელ გვერდში და ამ ნიშნით შეცვლილი ახალი მცენარის გამრავლების შედეგად ჩვენ ვიღებთ უკვე ახალ ჯიშს. საუკეთესო მაგალითები ვაზის შემთხვევაში არის პინო თეთრი, პინო შავი, ვაშლის შემთხვევაში გვაქვს რედ სტარი, სტარ კრიმსონი და ასე შემდეგ. დავუბრუნდეთ ჰიბრიდიზაციას, ისევ ეს არის ჰიბრიდიზაციის ორი გზა, ორი გზა, უფრო სწორად
სახე პირველია კონტროლირებადი, როდესაც ცნობილია, რომ რომელი მშობელი წყვილები იღებენ მონაწილეობას ახალი ჯიშის შექმნაში და მეორე ეს არის არაკონტროლირებადი, ეგრეთ წოდებული, როცა მშობელი წყვილები არ არის ცნობილი. ამ შემთხვევასთან, ბოლო შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ ძირითადად საქმე, როდესაც ქართულ ვაზის გენოფონდზე ვლაპარაკობთ, იმიტომ ვინაიდან ისტორიულ სიღრმეში როცა მივდივარ ჩვენ და ჩვენი ჯიშების ისტორია, როგორც ბატონი ივანე ჯავახიშვილი ბრძანებდა მე-5 საუკუნიდან და კიდევ იქიდან ძველად იწყება, ძალიან ძნელია უკვე ინფორმაცია არ გაგვაჩნია თუ რა დამოკიდებულება არის ჯიშებისაგან, რომელი ჯიში მშობელია და ასე შემდეგ. მინიმალური ინფორმაცია, რაც თუ არსებული გენოფონდიდან შეიძლება ავიღოთ, ეს არის თვითონ ამ ჯიშების განაწილება ორ გეოგრაფიულ არეალში, ეს არის აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველო, განსხვავებული თავისი ნიადაგურ კლიმატური პირობებით, რომლებმაც საშუალება მისცა საფუძველებიცა განსხვავებული გენეტიკური ბუნების და ფენოტიპური გამოვლენების მქონე ჯიშების წარმოშობას და მეორე ეს არის შეიძლება ვილაპარაკოთ თითოეული იმ რეგიონებში წარმოშობის შესახებ, რასაც ქვია ქართლი, კახეთი, იმერეთი და ასე შემდეგ. ეს არის ამის ქვევით უკვე, როდესაც ჩავდივარ, საკმაოდ ძნელი არის ითქვას, რომ რომელი ჯიში რომელთან უფრო ახლო ნათესავია. ყოველ შემთხვევაში ახლო ნათესაურ კავშირში ან გენეტიკურ დამოკიდებულებაშია. ყოველ შემთხვევაში ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა და ამ ჩვენი ასე ვთქვათ მოგზაურებული შრომის შედეგად გარკვეული რაღაცა იდეები გაჩნდა, ჰიპოთეზები არსებობს, რომელსაც შევეცდებით რომ წარმოგიდგინოთ. მანამდე მე მინდა თქვა, რომ სამუშაოები, როგორც ვახსენე, რამდენიმე დაახლოებით 10 წლიანი ინტერვალით არის, ეს 2013 წლიდან ეხება საერთაშორისო პროექტები, აქ საერთაშორისო პროექტებია, თუმცა ამ ბოლო დროს სასიხარულოდ ჩვენ და ქართულმა შოთა რუსთაველის ფონდმა, ასევე აგრარული უნივერსიტეტის ფონდმა ყურადღება მიაქცია ამ საკითხებს და არსებობს უკვე პროექტები, რომელიც საქართველოს მიერ არის დაფინანსებული. ასევე არის გარკვეული დიდი წინსვლა ვაზის ჯიშების შენახვაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის შექმნის მიზნით, რომელიც მოწოდებულია მომავალში, რომ დაიცვას და შეისწავლოს ეს ქართული ვაზის ჯიშები. აქედან ერთადერთი იმის თქმა შეიძლება დამატებით, რომ ეს ჩვენი ჯიშებისადმი ინტერესი არის არა მარტო ჩვენი ქართველების, არამედ ყველა ევროპის ჩამოთვლილი ოთხივე პროექტი ევროპული პროექტია და სიამოვნებით გვიწევენ ხოლმე ჩვენ მათთან სათანამშრომლოდ ისევ ჯიშების შესწავლის თვალსაზრისით. ქართული გენოფონდის შესწავლა ჩვენი ძირითადი მიმართულება ამ წლების განმავლობაში ეს არის ქართული ჯიშებისა და ველური ვაზის ბიომრავალფეროვნების შესწავლა, ამპელოგრაფიისა და მოლეკულური გენეტიკის თანამედროვე მეთოდები, მასში ჩამოთვლილია ჩამოწერილი სხვადასხვა დისციპლინები, როგორიც არის ამპელოგრაფიული გამოკვლევა, სხვადასხვა დესკრიპტორების საშუალებით, სიმწიფის პროფილების შესწავლა და ასე შემდეგ. კოლექციები, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში და საფრანგეთში არსებული კოლექციები და ველური ვაზი, რა თქმა უნდა, ისევ საქართველოდან. საღვაზისო კვლევები, რა თქმა უნდა, ეს არის ამპელოგრაფია, ჩვენი ამოსავალი არის ამპელოგრაფიული კვლევა, ანუ ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ვაზის ჯიშებსა და სახეობებს. ჩვენ ამ შემთხვევაში თეორიულ ნაწილს დავანებებთ და მხოლოდ ვისაუბრებთ ვაზის ჯიშების აღწერა დახასიათების მიმართულებით. ამპელოგრაფიული დახასიათება, როგორც წინა სლაიდიდან ნახეთ, საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიას ითვლის, ის როგორც ასეთი თითქოს კი მე-17 საუკუნიდან მოდის, მაგრამ პირველი ინფორმაცია ვაზის ჯიშებზე ჯერ კიდევ რომაელ ავტორებთან ხდება. თავისი ამ ისტორიული განვითარების გზაზე გადიოდა სხვადასხვა ეტაპებს და ეხლა დღესაც რასაც ასე ვთქვათ ყველაზე აპრობირებული მეთოდია, ეს არის ეგრეთ წოდებული დისკრიპტორები ვაზის ჯიშების აღწერა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ არა მარტო თითოეული ნიშანი, ანუ ვერბალური კუთხით იყოს აღწერილი, არამედ
თითოეულ ნიშანს მიენიჭოს გარკვეული კოდი, ანუ მიეცეს სტატისტიკური საფუძველი, რაც შემდეგ საშუალებას იძლევა მათი გამოყენებით სტატისტიკური ანალიზების ჩატარებისა და სხვადასხვა იქიდან გამომდინარე შედეგებისა. თუ თითოეული ორგანო არის თქვათ ესე ვთქვათ დაშიფრული კარგი გაგებით იმ კუთხით, რომ თითოეული ორგანოს ეს იქნება ახალგაზრდა პლოტი, იქნება პლოტი, ასე შემდეგ, გაწერილია მთელი ის მრავალფეროვნება, რაც ვიკისის გვარში ხდება და შესაბამისად კვლევას მოეთხოვება ზედმიწევნით ზუსტად მოახდინოს მათი აღრიცხვა, რომ მიიღოს მონაცემთა ბაზა, რომლის, ასე ვთქვათ, დამუშავების შედეგად ვიღებთ იმ მონაცემებს ისების შესახებ, რაც ერთმანეთთან შედარებას ხდის ერთი ჯიშის მეორესთან შედარებას. 90-იანი წლებიდან უკვე გენეტიკას, ამპელოგრაფიას უჩნდება ძალიან მძლავრი დამხმარე, ეს გახლავთ მოლეკულური გენეტიკის სახით, რა თქმა უნდა, მოლეკულური გენეტიკა გაცილებით ძველი მეცნიერება, ასე ვთქვათ, ვიდრე 90-იან წლებში, მაგრამ 90-იან წლებში მთელი რიგი განხორციელებული ტექნიკური ცვლილებები, ტექნიკური აღმოჩენების შედეგად, განსაკუთრებით პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის აღმოჩენის შემდეგ, საშუალება ხდება თანდათანობით მოლეკულური გენეტიკა შემოდის ცოცხალ გენოფონდის შესწავლის საქმეში. და ამას არც ასე ვთქვათ ვაზმაო არა გვერდი მოგეხსენებათ, რომ თუ რომელიმე მცენარე არის მსოფლიოში, ასე ვთქვათ, პატივდებული, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი გახლავთ ვაზი, გამომდინარე მისი სამეურნეო მნიშვნელობიდან, რომ მთელი ქვეყნისათვის, მთელი რიგი ქვეყნებისათვის და მსოფლიოსათვის ის წარმოადგენს ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, მოტორს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკისათვის და რა მონაცემები, რა ამოცანების გადაჭრა შეუძლია მოლეკულურ გენეტიკას. ეს არის პირველ ყოვლისა გენოფონდის მრავალფეროვნების აღწერა, ეს არის გენოტიპების იდენტიფიკაცია, ჩვენ სათავეში გამოტანილ სინონიმების და ჰომონიმების დადგენა, სახეობების კლასიფიკაცია, გენეალოგიის გარკვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. სხვადასხვა შორის გენოფონდებს შორის გენეტიკური კავშირების გარკვევა, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთსაგან დაშორებულ და ახლომთქო გენოფონდებს და ძალიან საინტერესო მიმართულება ეს არის ვაჟის წარმოშობის საკითხების კვლევა. მოლეკულური გენეტიკა ისე ღრმად შემოდის თანდათანობით ამპელოგრაფიაში, რომ უკვე ასეთი ტერმინიც გაჩნდა ამპელოგრაფიული გენეტიკა, გენეტიკური ამპელოგრაფია. ანუ ის მან ისეთი ბევრი თავისი მეთოდებით იმდენად წინ წასწია გენეტიკური ვაზის ჯიშების კვლევა, რომ ასეთი ტერმინიც კი უკვე გაჩნდა. პირველი სამუშაოები ჩვენ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ გენოფონდს, რომ ვილაპარაკოთ გენეტიკურ კავშირებზე, ჩვენ სათავეთან ცოტა გადანაცვლება კი გამოგვდის, ჩვენ ვილაპარაკებთ ჯერ გენეტიკურ კავშირებზე და შემდეგ მიმართოთ კერძო შემთხვევებზე. პირველი სამუშაო შესრულებული იქნა 152 ჯიშის მონაწილეობით და 6 მიკროსატელიტური მარკერის საშუალებით. დამავიწყდა მეთქვა, რომ ვაზის შემთხვევაში ყველაზე, ასე ვთქვათ, ფართოდ გამოყენებული გენეტიკური მარკერები, ეს არის მიკროსატელიტური მარკერები, რომლებიც ქრომოსომის უბანში არიან, უბნებს წარმოადგენენ და მათი მეთოდი ამას გულისხმობს, რომ წინასწარ სეკვენირებული უბნების დადება ხდება ჯიშებზე, რათა იქნეს გამოკვლეული ამ ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის არსებობა, რომელიც შემდეგ საშუალებას გვაძლევს მოახდინოს უნიკალურია და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ანაბეჭდების, მოლეკულური ანაბეჭდების მეთოდის მსგავსია, რომელიც თითოეულ გენოტიპს აქვს უსვლელი და იძლევა საშუალებას, რომ თითოეული ჯიში მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი სახეობის შიგნით არიან, მრავალფეროვნების გამო და მოახდინონ მათი დახასიათება. პირველი სამუშაო მოგახსენეთ, რომ ეს იყო 152 ჯიშის 6 მიკროსატელიტური მარკერით შესწავლა, რომელმაც პირველი შედეგი მოხდა წარმოდგენილი დენდროგრამის სახით, რომელზედაც კარგად ხედავთ, რომ 4 ჯგუფია გამოვლენილი, ეს არის დასავლეთ საქართველოს ჯიშები, აღმოსავლეთ საქართველოს ჯიშები, ამავე წლში 6 სხვა ჯიში იყო, ერთი ჯგუფი იყო ჩაართული ევროპული ჯიშებისა და მეოთხე პატარა ჯგუფი, რომელიც პირველი შედეგი, ასე ვთქვათ,
გენეტიკური კვლევებისა და გენეტიკური ურთიერთობისა არის ასეთი, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაზის გენოფონდები კარგად არის ერთმანეთისაგან დაყოფილი. აღმოსავლეთ რა თქმა უნდა, მათ შორის არსებული სხვა ჯიშობრივი თვითყოლობებით. თვითონ რამდენიმე სიტყვა დენდროგრამის სტრუქტურაზე, თითოეული ხაზი შეესაბამება თვითონ ჯიშს, სამწუხაროდ იმის გამო, რომ ძალიან ბევრია ჯიშების რაოდენობა, აქ მათი გარჩევა ვერ ხერხდება, მაგრამ პრინციპი ეს არის ახლოსკოპი, ორი ახლოსკოპი ჯიში გენეტიკურად უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, დაშორებული შედეგად გენეტიკურადაც დაშორებულია. 2010 წლიდან ესეთი ერთ-ერთმა ევროპულმა პროექტმა, რომელსაც GNO-6 ერქვა, 6 მაკროსატელიტურ მარკერს, რომელიც საბაზისოდ იყო მიჩნეული, კიდევ დაამატა 3 მიკროსატელიტური მარკერი, როგორც გენოფონდის დახასიათების, ასე ვთქვათ, საბაზისო ნაკრები და უკვე შემდეგი სამუშაო, რომელიც ჩვენს, ასე ვთქვათ, ქართულ ჯიშებზე იქნა შეესრულებული, ეს იყო 125 ქართული ჯიში, აქედან გენოტიპი უფრო სწორად, აქედან 103 იყო ჯიში და 22 იყო ველური ვაზის წარმომადგენელი. ეს უკვე 20 მიკროსატელიტური მარკერით იყო გაკეთებული და შედეგების მიაცემ ყურადღებას დაახლოებით მეორდება. ზოგადად აღმოსავლეთის და დასავლეთის ჯიშების, ასე ვთქვათ, ერთმანეთისაგან გამიჯვნა ძალიან კარგად ჩანს და დასტურდება. უკეთესი ვითარება, უკეთესად ვიზუალურად აი აქ გვაქვს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ დასავლეთი ერთ მხარეს არის, აღმოსავლეთი მეორე მხარეს არის. ამას ჩვენ ჩვენ ამპელოგრაფებთან ძველად და ასე ვთქვათ, ძველი ამპელოგრაფებიც აღიარებდნენ, როდესაც ამბობდნენ კოლხეთის აუზისა და ალაზნის აუზის ვაზის ჯიშებს. რაც შეეხება თითოეული ჯგუფის შედეგად, ანალიზის შედეგად, რომელიც არც ისე მარტივი არის და საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს, შეიძლება უკვე თანდათანობით გაიშიფროს ქვეჯგუფები და ქვეჯგუფებს შორის ჯიშები თუ რა გენეტიკურ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. ერთი სამუშაო, რომელიც გამომდინარეობდა ამ კვლევიდან 20 მაკროსატელიტურ მარკერებზე, ეს არის თითოეული საქართველოს კუთხეების ჯიშების გენეტიკური და ერთმანეთთან დამოკიდებულება. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ შენარჩუნებულია ქართლისა და კახეთის ჯიშები უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, მათთან ახლოს არის რაჭა-ლეჩხუმის ჯიშები, რომელიც იმერეთსა და ქართლის ჯიშებიდან არის და სავარაუდოდ ეს ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ამის ახსნა იოლია. აქ გახავთ ველური ვაზი სილვესტრის აღნიშნული, რომელიც კახეთის ჯიშებისკენ უფრო ახლოს არის და ეს სწორედ ასეც იყო, იმიტომ რომ იმ 20 იმ ჯიშებს ფორმებს შორის, რომელიც შესწავლილი იყო, უმეტესობა აღმოსავლეთ საქართველოსგან იყო აღებული. ანუ აქ კიდევ ერთხელ დასტურდება ის, ასე ვთქვათ, ძველი ამპელოგრაფიული მემკვიდრეობის დასკვნა, რომ ვაზის ქართული ჯიშები არის როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საქართველოსგან წარმოშობით, ასევე ეგრეთ წოდებულ ტერუარებთან კავშირში ისინი ამავე დროს ინარჩუნებენ რეგიონალურ თვითყოლებადობას, რასაც ჰქვია ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონები, რომ აი ეს კლასიფიკაცია, რომელიც მიღებული იყო, რომ ენერული ჯიში, კახური ჯიში და ასე შემდეგ, მაღალი ალბათობით დასტურდება მოლეკულური გენეტიკის დონეზეც. აჭარა გურიასთან აი ეს ის არის რას ნიშნავს ცოტა მავნებს ერთი ხაზია და იმ ადგილას არის სადაც ისრის თავდები ხო ის არის რომელიც ეს აჭარასთან არის უფრო საახლოს თუ აფხაზეთთან როგორ გამოდის გურია აჭარა აფხაზეთი და გურია არიან ერთად დაახლოებით ანუ ისე აკეთიქით კი ახლოს არის შემდეგი ერთ-ერთი ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ გენეტიკურ კავშირებზე, ეს ძალიან საინტერესო შედეგები იყო მიღებული ჩვენი გენოფონდების სხვა გენოფონდებთან კავშირის თვალსაზრისით. აქ ზუსტად ძალიან მონგებიანი იყო ის პოზიცია, რომ
ჩვენთან ერთად ჩვენ თანამშრომლობდით საფრანგეთის ვასალის კოლექციასთან, სადაც წლების განმავლობაში ძალიან დიდი კოლექცია აქვს ვაზის ჯიშების და მოლეკულური მარკერით მათ მიერ 2500 ჯიში იყო დახასიათებული მომენტისათვის, როცა ეს სამუშაო კეთდებოდა და თქვენ ხედავთ ქართული ჯიშების დამოკიდებულება სხვა გენოფონდებთან კავშირში. უფრო უკეთესად ეს ვიზუალიზაციის მეორე თვალსაზრისით აი უკეთესად ჩანს, როდესაც ჩვენს მიერ შესწავლილი ვაზის ქართული ჯიშები და თქვენ ყურადღებას მიაქცევთ ორად გაყოფილი, შედარებით ასე ვთქვათ შუალებულ მდგომარეობას იკავებენ აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ევროპის ვაზის ჯიშებს შორის, თუმცა აქვე არის აღსანიშნავი, რომ აი თქვენ ალბათ შეამჩნევთ წითელ წერტილებს, რომელზეც წერტილება ჩანს, და ეს არიან ცალკეული ჯიშები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს აღმოსავლეთ, დასავლეთისა და საქართველოს ჯიშების გენეტიკური ურთიერთობის შესახებ. აქ ცალკე ასე ვთქვათ მეორე მიმართულების კვლევები იყო გაკეთებული, რომ გარკვეული ყოფილიყო ნათესაური დამოკიდებულება და ეს თემა ძალიან აქტუალურია ხოლმე საერთოდ როგორც საქართველოში, ასევე უცხოელებში წარმოშობისთან კავშირში, რომ საქართველო, ამიერკავკასია, სამხრეთ კავკასია ვაზის წარმოშობის კერა არის, შემდეგ როგორ მოხდა ამ ჯიშების გადატანა სხვა რეგიონებში და რამდენად არის შენარჩუნებული ეს გენები. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ასე ვთქვათ ამბიციური კითხვა, თუმცა ჩვენ შევეცადეთ რომ მოგვეძებნა ასე ვთქვათ ის კავშირები, რაც შეიძლება ქართულ ჯიშებსა და ვასალის კოლექციაში ასულ ფაქტიურად მსოფლიო კოლექციის ჯიშებს შორის არ ყოფილიყო. აქ არის ეს პროგრამები მოყვანილი და პირველი შედეგები ან კვლევისა, რაც შეიძლება ყოფილიყო, ეს არის რომ უმეტესი კავშირებს, გენეტიკური კავშირები, ნათესაური კავშირები ძირითადად ფიქსირდება ისე ვაზის ქართულ ჯიშებს შორის, ანუ ქართული გენოფონდის შორის. რაც შეეხება სავარაუდო მშობელი შთამომავლობითი კავშირები, როგორც მოსალოდნელი იყო, იძებნება ძირითადად იმ ჯიშებს შორის, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს გეოგრაფიულად ახლოს რეგიონებს, მსგავსად რუსეთი, უკრაინა, ირანი, სომხეთი და სირია, ანუ ეს ბუნებრივიც არის, რომ ასე ვთქვათ ჯიშების გატანა პირველად ხდება მეზობელ რეგიონებში და შემდეგ იქიდან გადავიდა და ისტორიულადაც და არქეოლოგიურად ეს ასე არის, შემდეგ რეგიონებში. რაც შეეხება ცალკეული, ჩვენ თქვით, რომ არსებობს ცალკეული შემთხვევები, შრომის დამმავლობითი კავშირები, რომელიც იძებნება დასავლეთ ევროპის, თურქეთის, საბერძნეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ჯიშებს შორის. აქ არის ორი მაგალითი, აი ესეთი, რომ ჯიში ფორტოკას აქვს საერთო ალელები ჯიშ დურიბთან, სირა ცნობილი ფრანგული ჯიშია, მაგრამ მეორე განსაკუთრებით საინტერესო არის მეორე შემთხვევა, რომ აი წულუკიძის თეთრას მაგალითი, რომელიც ცნობილ ჯიშებთან აქვს გენეტიკური კავშირი, მათ შორის არის გუაშ ბლან, რომელიც ითვლება ფრანგული ჯიშების ერთ-ერთ სავარაუდო წინაპრად, და მასთან წულუკიძის თეთრას ასე ვთქვათ კავშირი, გენეტიკური კავშირი ძალიან საინტერესო იმას ინტრიგას იძლევა მომავალში ამ კუთხით კვლევების გაძლიერებისა, თუ როგორი არის ეს კავშირი და როგორი მიმართულება ჰქონდა ამ კავშირებს სავარაუდოდ ჩვენსა და ფრანგულ გენოფონდს შორის. აქ არის კვლევების ის საინტერესო წყვილები, რომელიც ამ ასე ვთქვათ ასეთი კვლევების შედეგად იყო გამოვლენილი. აქ არის მაგალითად ასურეთული შავის შესაძლოა ლაბორატორიის შესაძლოა დიდი ალბათობით გენეტიკური კავშირი ბერძნულჯისთან, როთიდისთან. აქ გვაქვს მაგალითად რამდენიმე ჯიში, მაგალითად ბუერა, გომის თეთრი, ხიხვის შესაძლო კავშირები სომხურ ჯიშებთან. აქ არის მაგალითად ძალიან საინტერესო არის მაღლარის შავისა და მარგულის საფერე ასილკარასთან კავშირი, ასილკარა დაღესტანის ჯიშია და სხვათა შორის რუსაფერთა კავშირის ანტოლოგრაფიაში წერია ასეთი სიტყვა, ასეთი მოსაზრება, რომ სავარაუდოდ ისინი სამხრეთიდან იყო და კავკასიიდანაც იყო შემოტანილი. იგივე წულუკიძის თეთრა და ასე შემდეგ. ანუ ასე ვთქვათ, ეს კვლევები, მე მინდა აქ ჩვენ რა თქმა უნდა, მხოლოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ზოგად მიმართულებებზე,
თუ რას იძლევა ასეთი კვლევები და რა მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს შემდეგში საკითხის გაფართოება. Რა თქმა უნდა, ჩვენ კვლევებში 100-ში ვერ ავწდით, იმიტომ რომ მე ბოლოს მოგახსენებთ, რომ ეს კვლევების ეს ნაწილი, მოლეკულური გენეტიკის ნაწილი, ძირითადად სრულდებოდა იტალიასა და საფრანგეთში. და ჩვენი ჯიშები მთლიანად არ იყო ჩართული, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს რაოდენობა თანდათანობით სამუშაოები გაიზრდება, ჯიშების რაოდენობა ქართული ჯიშებისა მეტი იქნება ჩართული ასეთ კვლევებში და ჩვენ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შემთხვევები გამოვლინდება სავარაუდო ნათესაური კავშირებისა, რომელიც ქართულსა და უცხოურ გენოფონდებს შორის არსებობს. ეს ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება, მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იმ ძველი მევენახეობიდან, რასაც საქართველოში ჰქონდა დასაწყისში ჩაყრილი წლების საუკუნეების წინ. მეორე კვლევა, ვინაიდან ჩვენ კვლევამ აღმოაჩინა, რომ უფრო მეტი კავშირები არის საქართველოს მახლობელ ქვეყნებთან, რამდენიმე სამუშაო იქნა შესრულებული ქართული და აზერბაიჯანული გენოფონდების კვლევების თვალსაზრისით, შემდეგ ქართული, სომხური, მოლდავა და აზერბაიჯანისაც ერთად იქნა გაერთიანებული, საიდანაც ირკვევა საინტერესო შემთხვევა, რომ განსაკუთრებით აზერბაიჯანის მაგალითი არის, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში აქ ლაპარაკია ჯიშების რაოდენობა მოტანილია, რა თქმა უნდა, აქ აბსოლუტურ იმაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ რაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანული ჯიშები ძალიან საინტერესოა, რომ იზოლირებული არიან შედარებით კავკასიური, ასე ვთქვათ, ჯიშებისაგან. მაშინ, როცა ქართული, სომხური, მოლდავური ჯიშებს შორის უფრო მეტი გენეტიკური კავშირები იძებნება. ამის ახსნა ალბათ იმით შეიძლება თვითონ ისტორიით, რომ აზერბაიჯანი, რომელიც მუსულმანური ქვეყანა არის, სავარაუდოდ თავისი გენოფონდის შერჩევაში დიდ მთავარ მნიშვნელობას ანიჭება სასოფლო კურძნებს. სავარაუდოდ არა ეს ასია, მაგრამ საინტერესო რომ ეს ჯიშები ადგილზე ნაწარმოებულები არ ჩანს. ანუ ისინი უფრო შემოტანილს გრავს, სავარაუდოდ ესენი შეიძლება იყოს ირანი, შეიძლება იყოს იგივე თურქეთი და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ამ გენოფონდების, სხვა გენოფონდების ჩართვა, რომ ეს მიმართულება იქნეს განხილული. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ რაღაც იზოლირებულად განან ეს ჯიშები ჩვენი სომხური და მოლდავური ჯიშების მიმართებაში. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი კვლევების, თუ გენეტიკური კვლევებისა და იმ ამპელოგრაფიული კვლევების მიმართულებები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ქართული ჯიშების გარკვეულ რაოდენობაზე და პლუს ველურვაზე იქნა ხოლმე ფრაგმენტულად ჩატარებული, რომ გვენახა ჩვენ ურთიერთდამოკიდებულება ამ ჯიშების. რა თქმა უნდა, თითოეული დენდროგრამა უამრავ ჯიშს შეიცავს და საჭირო არის მე როგორც ვთქვი, რომ სათითაოდ იყოს გადევნებული ჯგუფებს, სათითაოდ იყოს გაანალიზებული ჯიშები, სათითაოდ იყოს შემდეგ იგივე ამპელოგრაფიული გადამოწმებები, წყაროებში ჩასვლა, ისტორიული მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება, რომ ჩვენ მეტნაკლებად მოვახდინოთ რეკონსტრუქცია იმ შესაძლო გზებისა, თუ როგორიც გაიარა ყვაზის ქართულმა ჯიშებმა და მასი განვითარა. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ ძალიან სიღრმეში ეს მეთოდები ვერ წაგვიყვანს, მაგრამ იმას მაინც იქნება საშუალება, რომ ჩვენ ვნახოთ თუნდაც მნიშვნელოვანი ჯიშები ერთმანეთთან როგორ დამოკიდებულებაში არიან. ეს მნიშვნელოვანი არა მარტო იმისთვის, რომ ვიცოდეთ ჩვენ და გვაინტერესებს, არამედ მომავალი მოსალოდნელი სელექციური, ასე ვთქვათ, სამუშაოებისათვის, იგივე ჯიშების შენარჩუნებისათვის, იგივე, ასე ვთქვათ, მევენახეობისა და მეღვინეობის გამოწვევებისათვის, მზადყოფნისათვის და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სამუშაოები დაწყებული რამდენიმე წლის უკან თავის გაგრძელებას იპოვის და ასე შემდეგ იქნება ამისი გაფართოების საშუალება. ეხლა მე როგორც ჩვენ თავიდან სათაურიდან დავიწყეთ, უკვე ჯიშების მაგალითზე მოგახსენებთ რამდენიმეს, სულ მე 3 განსხვავებული მაგალითი მაქვს და იმედია, რომ დროში ჩავეტევით. პირველი ეს ეხება ალექსანდროულს, ძველ ალექსანდროულსა და მოჯურეთულს და მათ კავშირებს ერთმანეთს შორის. ეხლა ჯიშების დიდი რაოდენობიდან ჩვენ მოვდივართ კონკრეტულ ჯიშამდე,
და მათ შორის პირველი ასე თქვა საინტერესო შემთხვევა ეს არის ეს სამი ჯიში. ნუ რატო სამი ჯიში ხო მოგახსენებათ უმრავლესობას ალბათ ახლავს რომ ალექსანდრიული და მოჯურეთული წარმოადგენენ ძირითად ჯიშებს საქართველოს ფართოდ ცნობილი და პოპულარული ღვინის ხვანჭკარა და რომ ისინი თავის პოპულარობას ყოველწლიურად იზრდება ამ ჯიშებისა და რომ ასე ვთქვათ ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია ვიწრო პატარა რეგიონში მიუხედავად მათი ასე ვთქვათ ლოკალური გავრცელებისა და ძალიან კარგი მაგალითი არის რომ თუ რატომ რა კავშირები გააჩნიათ ამ ჯიშებს ერთმანეთისაგან და რატომ ავარჩიეთ ეს ჯიშები ამას ეხლავე მოგახსენებ იმიტომ რომ საქართველოს ასე ვთქვათ ამპელოგრაფიულ ლიტერატურაში საკმაოდ ბევრი დისკუსია იყო ამ ჯიშების შესახებ რომ ისინი ასე ვთქვათ სხვადასხვა ავტორები აი მე გვარებითაც კი მაქვს მოყვანილი რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ რომელი ავტორები იყვნენ მასთან ამ თემაზე დაინტერესებული მათ შორის არის კეცხოველი, ბიროტაძე და ბრეგვაძე, ქრუიძე, ცერცვაძე, რამიშვილი დაწყებული აი თქვენ ხედავთ 1960-იანი წლებიდან რომ სხვადასხვა კონტექსტში განიხილავდნენ ამ ჯიშების შესახებ წარმოშობისა და საკის მათი ინფორმაციის შესახებ. ნუ ალექსანდროულის შესახებ უმეტესი ავტორები ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან და თანხმდებოდნენ რომ ის არის რაჭული ჯიში, რაჭის ადგილობრივი ჯიში და ასე შემდეგ რომ ბატონი ლევანი წერს რომ ის ადგილობრივი ელური ვაზიდან არის წარმოშობილი და ასე შემდეგ. აი ცოტა მოჯურეთულზე როცა მიდიოდნენ ხოლმე რამდენიმე თეორია არის აქ ასე ვთქვათ მოწოდებული სხვადასხვა ავტორების მიერ რომელიც ყველაზე ავტორიტეტული იყო ბატონი ივანე ჯავახიშვილი მას სოფელ მუჯირეთიდან წარმოშობილი ჯიშახვრიდან თუ სხვა ავტორები უმნიშვნელოდ ამპელოგრაფები მას ეთანხმებოდნენ თუმცა თვლიდნენ რომ რამდენიმე მოსაზრება ოყავდათ რომ ესე იგი თვითონ ამ სოფელში არ ხდება რომ ტრადიციულად ალექსანდროულთან ხდება მისი კულტივირება და ეს ასე დასრულება მართლაც აღწერის მასალები ბევრი მსგავსი ამპელოგრაფიული ნიშანი გააჩნია ამ ორ ჯიშს ერთმანეთიდან და ასე შემდეგ ასე შემდეგ. მოსაზრებაც კი იყო აი რამდენიმე ავტორი გამოთქვამსათ მოყვანილია რომ ეს შეიძლება წარმოშობილი იყოს ალექსანდროულიდან იგივე კულტურული მუტაციის გზით. ნუ ძველი ალექსანდროულის შემთხვევაში აქაც გარკვეული ინტერესი იქს იყო რომ სიტყვა ძალიან გვაქვს ალექსანდროულსა და გარდა ცერცვაძისა რომელიც წერს რომ ეს ჯიშები მსგავსები არ არიან სხვა ასე ვთქვათ ამპელოგრაფიული ან ლიტერატურული წყარო ამ ჯიშებზე არ ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე იყო ზუსტად ჩვენი ინტერესი რომ ერთ კოლექციაში ყავდა ეს ჯიშები და ეს სამუშაო იტალიაში არის შესრულებული იტალიის კოლექციაში რომ ეს მიზანი იყო რომ ალექსანდროული ძველი ალექსანდროულის და უჯურეთულის ერთმანეთთან შედარება მორფოლოგიური და ასე ვთქვათ მოლეკულური ბიოქიმიური მარკერების საშუალებით. თუ რა ნიშნებით იყო ესენი ერთმანეთთან შედარებული აქ ჩამოწერილია საკმაოდ გრძელი სია, ეს არის 58 ამპელოგრაფიული, 44 ამპელოგრაფიული და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოლეკულური გენეტიკის 6 მარკერით იყო თავიდან შესწავლილი და შემდეგ კიდევ 8 იქნა დამატებული სულ 14 მარკერი. იყო საბოლოოდ დახასიათებული. აი რა გვიჩვენა ამ გამოკვლევებმა? პირველი დავიწყოთ ამპელოგრაფიული. სულ შესწავლილი 58 ნიშნიდან ალექსანდროულსა და მოჯურეთულს გააჩნია 47 მსგავსი ნიშანი, რაც 91% არის საერთო მსგავსებისა. როგორც წესი, ჩვენ ლიტერატურაში და აღწერებში ხაზგასმით ალექსანდროულს და მოჯურეთულს შორის ორი განსხვავებას აღწერენ. პირველი ეს არის მარცვლის ფორმა და მეორე ეს არის რომ ერთ-ერთი ამპელოგრაფიული ლიტერატურა შაქრის დაგროვების მაღალი უნარი. გარდა ამისა აღმოჩნდა რომ კიდე არიან სხვა ნიშნები, რომლითაც ეს ორი ჯიში ერთმანეთისაგან განსხვავდება. სამაგიეროდ საკმაოდ დიდი სხვაობა დაგროვების მაღალი მოჯურეთის კი ერთი კი ბატონო კი მოჯურეთულის და ძველი ალექსანდროულის შემთხვევა, იგივე ალექსანდროულისა და ძველი ალექსანდროულის შემთხვევაში სხვაობა უფრო დიდია, 60%, 77% და ასე შემდეგ. აქ არის ფოთლის ბიომეტრიული მაჩვენებლები, რომლებიც თავიდან 54 ნიშნით იყო მათი შეფასება დაწყებული, მაგრამ შემდეგ მოხდა განთესვა და
Აქტიურად 14 ნიშანი არის, რომელიც ერთმანეთისაგან განსხვავებას აჩვენებს და ისე არიან ეს განსხვავება საკმაოდ თვალსხილულია, რომ ამ გრაფაზე ცალ-ცალკე არის, ასე ვთქვათ, მოჯურეთული ალექსანდროვლისა და ძველი ალექსანდროვლის ფოთლის ბიომეტრიული პარამეტრები განაწილებული. რაც შეეხება ამპელოგრაფიული ნიშნებით შედარებამაც აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში, აი მტევნის სიგრძის შემთხვევაში ჯიშე გაქვს, როდესაც ერთი და იგივეა მსგავსია ციფრები, ისინი დაახლოებით მსგავსია ერთმანეთისაგან, მაგრამ არის აი სიგანეს შორის, მტევნის სიგანეს მიხედვით ალექსანდროულსა და უჯურეთულს შორის სხვაობა და სხვაობა. დანარჩენი ნიშნების მიხედვით ეს პარამეტრები ერთნაირია ალექსანდროულს და უჯურეთულს შორის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველ ალექსანდროულსა და უჯურეთულს ან ალექსანდროულს შორის. იგივე შეიძლება ითქვას სიმწიფის ფაზებზე და სიმწიფის დადგომაზე, აქ არის სიმჟავე, რომელიც პარალელურად მცირდება სიმწიფესთან ერთად და თქვენ ხედავთ, რომ უჯურეთული და ალექსანდროული დაახლოებით ერთად მიდის, მაშინ როდესაც ძველი ალექსანდროული საკმაოდ გვიან იწყებს სიმწიფეში და ვერც აკრებს აგროვებს იმდენს. აქ არის გაერთიანებული ცხრილი, რომელიც ეხება ამპელოგრაფიული, ბიოქიმიურ და ასე შემდეგ პარამეტრებს. აი თქვენ მიაქციეთ ყურადღებას, ეხლა ვთქვით, რომ იგივე შაქრემის მტევნის სიგანით არის სხვაობა. რაც შეეხება შაქრების დაგროვების მიხედვით, ჩვენ ცდაში უჯურეთსა და ალექსანდროულს შორის სხვაობა კი დაფიქსირდა იგივე 1 გრადუსი, თუმცა სტატისტიკურად სარწმუნო ეს არ იყო. რაც შეეხება საერთო ანტოციანები, რომელიც განსაზღვრავენ ფერის შემადგენლობას, ალექსანდროულსა და უჯურეთულს ერთნაირიათ, მაშინ როცა ძველ ალექსანდროულს ორჯერ ნაკლები თუ სამჯერ ნაკლებიც აქვს მათი რაოდენობა. მსგავსი არის პოლიფენ ანტოციანების თვისობრივი შემადგენლობა, მაშინ და განსხვავდება იგივე ძველი ალექსანდროულისაგან. შემდეგი ეს არის ფენოლოგიური ფაზების დადგომა, რომ ისინი დაახლოებით ალექსანდროული უჯურეთული ერთად იწყებენ, სხვა ძირითადი ფენოლოგიური ფაზების გავლა შედარებით გვიან იწყებს ძველი ალექსანდროული, აქაც განსხვავება გაგვაჩნია. საბოლოოდ რო ხედავთ, რომ თანდათანობით თითოეულ პარამეტრების მიხედვით ჩნდება გარკვეული განსხვავებები, რომელიც ალექსანდროულსა და უჯურეთულს შორის არსებობს, მაგრამ საბოლოო სიტყვა თავისი სიტყვა, ასე ვთქვათ, თქვა მოლეკულურმა გენეტიკამ, რომელიც მის ყველა ეტაპზე პირველი სამუშაო შესრულებული, რომელიც იყო 6 მიკროსატელიტური მარკერის მიხედვით, აჩვენებს, რომ ალექსანდროული და უჯურეთული ერთი და იგივე ასე ვთქვათ, მოლეკულური საფუძველი გააჩნიათ. შემდეგ იმის გამო, რომ შეცდომა, საზუსტე გაზრდილიყო ჩვენ 6 კიდევ 8 მოლეკულური მარკერი დაემატა და თქვენ ხედავთ, რომ ალექსანდროულისა და უჯურეთულის შემთხვევაში მათი ისინი არიან იდენტური. თითოეული ლოკუსის ალელები ერთმანეთის ტოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ გენეტიკურად ისინი არიან ერთმანეთის ტოლი, ერთმანეთის მსგავსი, უკაცრავად, რაც შეეხება ძველ ალექსანდროულს, საკმაოდ განსხვავებულია და ჩვენ ნახავთ, რომ მხოლოდ 2 პარამეტრით, 3 ლოკუსით აერთვა ეს ალექსანდროულსა და უჯურეთულს. აქედან იმის დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ და პლუს კიდევ გავრცელება, რაზეც იყო საუბარი ალექსანდროულის და უჯურეთულის ერთეული გავრცელების შემდეგ. რომ ესე იგი, აქედან რა შეიძლება წარმოშობის შესახებ, რა ჰიპოთეზას გაკეთება შეიძლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდროულსა და უჯურეთულს შორის კი არსებობს გარკვეული ამპელოგრაფიული სხვადასხვაობები, მაგრამ ვინაიდან მიკროსატელიტური მარკერების მიხედვით ისინი ერთმანეთის მსგავსი არიან, ჩვენ ამ შემთხვევაში მხედველობაში რომ მიკროსატელიტურ მარკერებს გააჩნიათ გარკვეული სიზუსტის ზღვარი და ისინი ვერ აფიქსირებენ, ასე ვთქვათ, მარცვლის შეფერვას და ასე შემდეგ, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ და ვარაუდოთ, რომ ალექსანდროულს და უჯურეთული ესენი წარმოშობილი არიან როგორც ერთი და იგივე მშობელი თესნეგისაგან და ერთი და იგივე მშობელი თესნეგისა არიან წარმოშობილი. ასევე უნდა დაუშვათ, რომ ვინაიდან ალექსანდროული უფრო ფართოდ გავრცელებული ჯიშია რაჭა-ლეჩხუმში, სავარაუდოდ
ისევ მოჯურეთული წარმოშობილი არის იგივე რაჭა-ლეჩხუმის შემთხვევაში. ამას აი ბატონი ლევან ფროიძის მოსაზრებაც დასწორებს ერთი მიმართულებით, რომ სიტყვა მუჯუროს ეტიმოლოგიას იძლევა ის, რომელიც ამ რეგიონში ქვევრის ძირს ან მონადირის ჯოხს ნიშნავს, რომელსაც ძალიან ჰგავს ჩვენი მოჯურეთულის მარცვალი. რაც შეეხება ძველ ალექსანდროულსა და ალექსანდროულს კავშირებს შორის ასეთი კავშირები გარკვეული მორფოლოგიური ან ანატომიური, ასე ვთქვათ, ამპელოგრაფიული ნიშნებისა ერთმანეთთან არ დასტურდება, მოლეკულური მარკერებით ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ამიტომ ისინი ომონიმურ ჯიშებად უნდა მივიჩნიო, რომელსაც ერთი და იგივე სახელი აქვს, მაგრამ სხვადასხვა გენეტიკური ბუნება აქვს. თუმცა ძველი, აი თვითონ სიტყვა ძველი ალექსანდროული, თვითონ ის, რომ სხვათა შორის საინტერესოა, რომ ძველი ალექსანდროული მდედრობითი ჯიში არის, ისინი ალბათ იმის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძველი ალექსანდროული მონაწილეობას იღებდა, ასე ვთქვათ, წყილებში ახალი ალექსანდროულის წარმოშობაში გენეტიკურად, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, ახლო ათესაური კავშირით არ დასტურდება, თუმცა გამორიცხვაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ, იგივე საქართველოს ჯიშია და იგივე ამ რეგიონის ჯიშია. ჩერცვალზე ბატონი მუგზარის მოსაზრება ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ გამოგვადგება, რომელიც ამბობდა, რომ ძველი ალექსანდროული უფრო ძველია, ჯიშია, ვიდრე თანამედროვე ალექსანდროული. ესე იგი, რო შევაერთოთ დასკვნები ამ ჯიშების შესახებ, ესენი მონოფილეტური წარმოშობის გენეტიკური მუტაციური ჯიშები არის, ალექსანდროულიდან წარმოშობილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს მუტაციური გზებით ჯიშების წარმოშობის საშუალებას. ალექსანდროული და ძველი ალექსანდროული არიან ომონიმური ჯიშები. რაც შეეხება იგივე მიმართულება ჯიშების წარმოშობის მხარეში, ეს არის ქაცითელისა და ვარდისფერი ქაცითელის დამოკიდებულება, იგივე მუტანტური გზის ჯიშების წარმოშობისა, რომელიც წარმოადგენს ქაცითელი ვარდისფერი, წარმოადგენს ჩვეულებრივი ქაცითელის ვარდისფერ ნაყოფიან ვარიაციას, მადლობთ, და ეს სამწუხაროდ შრიფტების გამო არ აჩანს. ერთადერთი უნიკალური შემთხვევა არის, როდესაც ჩვენ ქართული ჯიშების წარმოშობის ისტორია ვიცით, ეს არის ამონარელი კეცხოველის ტაბლიcis წიგნიდან, სადაც ასეთი ინფორმაცია მოტანილი, რომ ლუკუზანში 1948 წელს ქალებმა ბერძნის კრების დროს შენიშნეს ქაცითელის ჩვეულებრივ ქაცითელზე ორი ტოტის არსებობა, რომელსაც ჰქონდა ვარდისფერი და შერეული ფერის მარცვლები. მევენახეობის ინსტიტუტის თელავის საცდელის სადგურის მიერ ეს ჯიში, ასე ვთქვათ, ეს კლორტები იყო შემდეგ გამრავლებული ცალკე და იღებული იქნა ვარდისფერი ფორმის, ვარდისფერ მარცვლიანი ვარიაცია ამ შემთხვევაში, როგორც ისინი უწოდებენ, ქაცითელი ვარდისფერის სახით. ანუ ჩვენ ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მუტაციური წარმოშობის ჯიშებში ვიცით ზუსტად, როდის დაიწყო ისტორია ამ ჯიშმა, რომელიც ძალიან საინტერესო ჯიში არის. აგერ ბატონმა ალეკომ მასზე ერთი სტატიაც მოამზადა და მე ვთვლი, რომ მას როგორც დამოუკიდებელ ჯიშს თავისი მომავალი ჯერ კიდევ წინ აქვს გასავლელი ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ახლა ისეთი პოლისმომცვლელი შესწავლა ამ ჯიშისა არ გქონებია, ამ ორი ჯიშის ურთიერთკავშირისა, გვაქვს გენეტიკური, ასე ვთქვათ, კავშირები, ანუ მიკროსატელიტური მარკერები ორი ნიმუშისა, რომელიც ერთი არის ვასალის კოლექციაში დაცული, მეორე არის იტალიის გორიციის კოლექციაში დაცული და თქვენ ხედავთ, რომ 9 ძირითადი მიკროსატელიტური მარკერის მიხედვით ისინი არიან სინონიმები, ანუ მიმართულება, გარკვეული მიმართულება, რომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს, რა იყოს ნანახი ის, როგორც წინა შემთხვევებში ვილაპარაკეთ, სხვა ეს გენეტიკური მსგავსება აბსოლუტურია, თუ გვაქვს ჩვენ გარკვეული ასე ვთქვათ ვარიაციები ამპელოგრაფიული ნიშნების თვალსაზრისით, ეს ჯერ კიდევ მომავალში, სადაც საინტერესო იქნება ამ მიმართულებით მუშაობა.
ნუ იგივე მუტაციური გზით, ახლა აღარ შევჩერდები მე ასე ვთქვათ აქ ცალკე დასკვნებზე და ერთი პატარა შემთხვევა უკვე საპირისპირო, ეს არის ეხება უკვე მეორე შემთხვევას, როდესაც ჩვენ ერთი და იგივე ჯიშის ქვეშ გვაქვს სხვადასხვა ჯიშები, გენეტიკურად ერთმანეთსგან განსხვავებული ჯიშები და ეს ეხება ქართლში ალექსანდრო ალადასტურის გავრცელებას, რომელიც ალბათ ბევრმა იცით, მე ვიცი რომ გვინის კლუბს სტატიაც აქვს ამ თემაზე მომზადებული. აქ რა იყო ახლა ამის мотивация რამ წარმოშვა, რომ ქართლში გავრცელდა ბოლო დროს ჯიში, ეს ხდება რაღაცა მე-20 საუკუნის ბოლოს, მოლდოვა ალადასტურის სახელწოდებით, რომელიც იმეორებს დასავლეთ საქართველოში არსებული ჯიშის სახელს, თუმცა მიუხედავად ამ ორი ჯიშის ამპელოგრაფიული მსგავსებისა, გარკვეული მსგავსებით და მათ შორის არსებობს განსხვავება და ამან წარმოშვა ზუსტად ის ინტერესი, რომ ეს ორი ჯიში ყოფილიყო ერთმანეთთან შედარებული. ორი ჯიში რას გულისხმობს? ნამდვილი არა, დასავლეთ საქართველოს ალადასტური და აღმოსავლეთ საქართველოს ალადასტური ბჭყალებში რო ვიხმარო. ნუ აქ აღებული აქ არის მასალები და მეთოდები, რომ ჩვენ დასავლეთ საქართველოსთან აღებული ჯიშები ჰქონდა, ფორმა ჰქონდა ალადასტურის, აღმოსავლეთ საქართველოს ალადასტური დისკრიპტორები იყო ისევე გამოყენებული, ისევე სხვადასხვა მეთოდები, 9 მიკროსატელიტური მარკერი იყო მათ შორის გამოყენებული და ლიტერატურული მონაცემებიც. ეს არის ვიზუალური მხარე, ამპელოგრაფიულად, თუ როგორ ისინი თითქოს გავრან ეს ორი ჯიში ერთმანეთს, ძირითადი მსგავსება მოდის ნაყოფის და მარცვლიდან, რამაც ალბათ ზუსტად განაპირობა კიდეც მათი ასე სახელდება. სქემატური გამოსახულება პორტლის პირფიტისა უკვე აშკარად იძლევა განსხვავებას ორი ნიშნისა. შემდეგ სავალი რაც იყო, ეს არის, რომ შედარება 78 ამპელოგრაფიული ნიშნის მიხედვით 41 ნიშანი მსგავსია და 59 განსხვავებულია და რაც თავარია, რომ მოლეკულური მარკერებით მათი შედარების შედეგად ირკვევა, რომ ეს არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჯიში, მიუხედავად ორი ალელის მსგავსებისა. კოლექციასთან შედარების შედეგად აქ ორი კოლექცია იყო გამოყენებული, ეს არის საგურამოს კოლექცია და ფინზმარაულის კოლექციაში დასული ალადასტურის ნიმუშები. პრობლემა დაადასტურა, რომ დასავლეთ საქართველოს ალადასტური ნამდვილად ვაზის ქართული ჯიშია და ნამდვილად ის ეთანხმება კოლექციებში დაცულ ნიშნებს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით აღმოსავლეთ საქართველოში დაცული ჯიშის ეგრეთ წოდებული ალადასტურის წარმოების შესახებ. ანუ გახდა საჭირო, რომ მოხდარიყო იდენტიფიკაცია, თუ რა არის ეს აღმოსავლეთ საქართველოს ალადასტური. ახლა ბევრისთვის, ვინც ახლოს არის მევენახეობასთან, ხშირად მას მოლდავანკას ან მოლდოვად მოიხსენიებენ. ჩვენ გვყავს წყარო ბატონ ნოდარის სახით, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელია, რომელიც თვითონ იღებდა მონაწილეობას ამ ჯიშის საქართველოში ინტროდუქციაში და არსებული მასალების შეგროვების შედეგად ირკვევა, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული სელექციური ჯიში, გამოყვანილი კიშინიოვში მეღვინეობის ინსტიტუტში, აქ არის ავტორები. ძალიან საინტერესოა, რომ ის არის მიღებული ბუზალ კარას და ვილარ ბრანდის შეჯვარებით, რომელიც ვილარ ბრანდამ მიიღო მან ჭრაფის მიმართ გამძლეობა და შეიძლება ჩვენ საინტერესო ის იყოს, რომ ბელგრელიებს ქართველი ამპელოგრაფები თვლიდნენ ხარისხვალა კოლხურად. არის ეს მოსაზრება და ყოველ შემთხვევაში აქ კიდევ ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ ისევ გარკვეულმა ქართულმა ფესვებმაც შეიძლება განაპირობა, რომ ამ ჯიშის ერთ-ერთი წარმატება შეიძლება ასე ითქვას. როდი შეიძლება იყოს შემოტანილი საქართველოში ეს ჯიში, ეს დაახლოებით ემთხვევა 60-70-90 წლებს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ეს არის იგივე ნოდარ ჯიბლაძის ინფორმაცია, რომელიც თვითონ ასახელებს, რომ მან უშუალოდ შემოიტანა კიშინიოვიდან, ეს არის ვაჟა კვალიაშვილის ინფორმაცია, რომელიც ამბობს, რომ
ის რევაზ გეკაჩეიშვილი იყო ასეთი პიროვნება სელექციის განყოფილებისგან, რომ მან შემოიტანა ეს ჯიში, მაგრამ ლიტერატურულად თარალაშვილი მოიხსენიებს ერთ-ერთ თავის შრომაში, რომ თელავის სადგურის კოლექციაში 82-83 წლებისათვის არსებობდა ასეთი ჯიში მოლდოვას სახელწოდებით და მართლაც თუ ჩვენ შემდეგ ვნახავთ ოფიციალური აღწერის მონაცემებს 53 წლიდან 2004 წლამდე შევხედავთ, რომ აქედან ნათლად ჩანს, რომ თუ 85 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოში საერთოდ არ ფიქსირდება ალადასტური, უკვე 2004 წელს საკმაოდ მაღალ უტოლდება თითქმის დასავლეთ საქართველოს ალადასტურს. ესე იგი, აღარ გავემეორებ, რომ ის დასავლეთ საქართველოში ალადასტური ქართული ჯიში, აღმოსავლეთის არის მოლდოვა, რომ აქ ისევ გვაქვს ომონიმური ჯიშთან სახელთან, რომელიც სავარაუდოდ წარმოშობილი იყო დასავლეთ საქართველოს ალადასტურთან ნაყოფისა და მარცვლის ფორმის მსგავსებით. რომ სავარაუდოდ ეს ჯიში შემოდანილი უნდა იყოს საქართველოში 70-იან 80-იან წლებში. ეს არის მოკლედ რაც შეიძლებოდა ჩვენ გველაპარაკა რამდენიმე მაგალითის საფუძველი, რამდენიმე მაგალითის საშუალებით იმ კავშირებზე, იმ გენეტიკურ კავშირებზე, იმ ამპელოგრაფიულ კავშირებზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც იკვეთება ქართული გენოფონდის შესწავლის დროს და მე რამდენიმეჯერ ჩვენ ლექციაში და კიდევ გავემეორებ, რომ სასურველი იქნება და აუცილებელია, რომ მოხდეს იგივე შეგროვილი მასალის გაანალიზება, მეტი კავშირების ძიება და მეტი სამუშაოები იქნება შესრულებული ამ კუთხით, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, უფრო ახლოს მივიდეთ ქართული ვაზის გენოფონდთან და გენოფონდის ურთიერთდამოკიდებულებასთან. მე ბოლოსთვის სპეციალურად მოვიპოვოთ ესეთი სლაიდი, ეგრეთ წოდებული სამადლობლები და პირველ ყოვლისა მე ვახსენე კიდევაც და ახლაც ვიმეორებ, რომ მთელი ამპელოგრაფიული სამუშაოების ნაწილი შესრულებული იქნა ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიერ, მაგრამ მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიული კვლევები ძირითადად შესრულებული იქნა მილანის უნივერსიტეტში და დღეს იქნა შესრულებული მონპელიეში, რომელიც გახლავთ საფრანგეთში. ჩვენ კვლევებში ასე ვთქვათ, თანამშრომლობდნენ გერმანიის სელექციის ინსტიტუტი, ჩვენი თანამშრომლები, ჩემი განყოფილებისა და ჩვენი ლაბორატორიის, აქ მე ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს ჩამოთვლილი იმ პიროვნებებისა, რომლებიც წლების განმავლობაში და რომელთანაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით ამ სამუშაოს. და საბოლოოდ მე ერთადერთი კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ალხას და მადლობა გადაგიხადო თქვენ ინტერესისათვის ქართული ჯიშების შესწავლისა და დაცვის მიმართ და გისურვებთ ყოველდღე წარმატებები ამ კუთხით.